1001 ღამე. გაგახსენდა შენი სახლის გზა. მე ნუ თავიდან უნდა იწყებ. მისთან ერთად იყავი. მითხარი, გაპატიებ, მართლა ბისთან ერთად გაატარე ღამე. არავისთან ერთად არ ყოფილ ვარ, სასტუმროში ვიყავი. ბავშვით მასულელებ, მარტო მტოვებ და სახლიდან გარბი ხარ. მე ნუ კმარა. ასე თუ გააგრძელებ სახლში საერთოდ არ მოვალ, გასაგებია? შემეშვი, თავი დამანებე. კერემ. მე ნუ თავი დამანებე. კერემ. მე ნუ. ბოდიშს გიხდი, მაპატი. არ ვიცი ასე რატომ ვიქცევი, ნერვიული შეტევა მაქვს. მე ნუ. წავალ გვირდები ფსიქოლოგთან წავალ, აუცილებლად. შენ როგორ დაგიჯერო? გეფიცები წავალ. კერემ უშენო ცხოვრება არ შემიძლია. შენ გარეშე დავიღუპები. თუ მიმატოვებ, მოვკვდები. რატომ უნდა მიგატოვო ძვირფასო ასეთი რამ როგორ გაიფიქრე? კერემ გთხოვ, მაპატი. კარგი. გამოვჯამრთელდები, გვირდები, ოღონდ არ მიმატოვო. საკუთარ თავზე მეტად მიყვარხარ. არ მიმატოვო, გთხოვ. კარგი, ნუტირი. ინდა გარეთ გავისეირნოთ. სად? არ ვიცი. ნახოთ. გავიდეთ. გამოგართმევთ ბატონო ბურხან. მაჩვენე? სულ შეუჯამია. რა თქმა უნდა, ჭამა. ქვემოთ რატომ არ ჩამოვიდა? შეეშვით ბავშვს. ქვენას ელოდებით. განი. ერთი კარგი სკოლა მოძებნე. სად იდანადიდა? აი, რა ერქვა? ინტერნეტში? ხო. ხომ მოძებნი? ახლოს იყოს, რამე კარგი სკოლა. ახლა ვნახავ, თუ გნებავთ ერთად მოვძებნოთ. უნერვილობ დედა. იმ სკოლას თავზე დავამხობ, აინახავ. რა იზამ? თავზე დავამხობ. ვაჩვენებ როგორ უნდა ჩემი შვილის წყენინება. არ გინდა ალიქემალ. ჯობია გადავიყვანოთ. სხვა სკოლაში რატომ უნდა გადავიყვანოთ? ბავშვს მომავალს ხომ ვერ დაუნგრევთ, ბატონო ბურხან. ბურჯოს მკვლელი შვილს ეძახიან. იმ სკოლიდან თუ გადავა, ყოველთვის ისე ემახსოვრებოდ, როგორც მკვლელის შვილი. ბურჯო მგრძნობიარეა. ამას ვერ გადაიტანს. ბურჯოს სკოლაში წავა. ის მკვლელის შვილი არ არის. ის ღირსეული დედის შვილია, რომელიც თავს იცავდა და ასე ეცოდინება ყველას. ხო, მაგრამ აქადრე ძალიან კარგი ჯაზ ჯგუფები უკრავდნენ, ახლა რატომ არ უკრავენ? თუ ასე გინდა შენ მოიყვანე. დოლარის კურსი როგორ ავარდა ალბათ არის. შენ მაინც თადარიგი გექნება დაჭერილი, სადმე მუთაკაში გადაინახავდე. მე გადავინახავდი? ხო, რა თქმა უნდა. რა ხუმარა ხარ? ქალბატონო ბენო, მიხარია თქვენი ნახვა. როგორ ხართ? არა მიშავს თქვენ? მეც არა მიშავს. ბატონ კერემს თითქმის ყოველ დღე ვხვდები, მაგრამ თქვენ დიდი ხანია არ მინახიხართ. დიახ, ბოლო პერიოდში სამსახურში არ მივლია. იმედია ჩემი მოკითხვა გადაეცით ქალბატონ ბენოს. მოკითხვა დააბარეთ? არა, არაფერი უთქვამს. რატომ არ მითხარი, კერემ? გვიანია, წავიდეთ. ჯერ 10 საათია. დაღლილი ვარ საყვარელო. წავიდეთ. კარგი, წავიდეთ. დაიძინე შენს ლოგინში. ეს ვაჟბატონი რამდენიმე დღეა ღამე სახლში არ მოდის. კარგი. ყველაფრისთვის დიდი მადლობა. გამშვიდობისა. გამემშვიდობისა. გამემშვიდობის. ნახვამდის. ოჯახის საიდუმლო რომ უნდა დაიცვა, არ იცი? რა მოხდა? ედა უცხო ხომ არ არის, ჩვენი მეგობარია. ის ჩვენი მეგობარი არ არის, ბენო. თანამშრომელია. სკოჩი დამისხი ბევრი ყინულით. ახლავე ქალბატონო. ასე ციბინძურეში როგორ ცხოვრობა არ მესმის. დედა შეეშვი. დამლაგებელი არ დადის? არ მინდა დამლაგებელი, შეეშვი, გთხოვ დედა. ბურაკ.
შველო, დეპრესია ხომ არ გაქვს? დეპრესია რატომ უნდა მქონდეს დედა? იმიტომ რომ სეზენს თურმე არ ყვარები ვარ? რომ განქორწინება უნდა? ვიცოდი რომ ასე დასრულდებოდა. დედა გთხოვ შეეშვი. სახლში წადი. კარგი? თავი დამანებე ვიცხოვრებ ამ სიბინძურაში. შეჰრაზად. საყვარელო. რასაკეთებ? არაფერს. ორსულად ხარ? დღეს როცა სკოლაში მივდიოდი უზარმაზარით სამდე ტოტებაშლილი ხედავინახე და შენ გამახსენდი. გუშინ ისე ლამაზად ჩადიოდა მზე. ისევ შენ გამახსენდი. იმედია კარგად ხარ. თავს გაუფრთხილდი. სიყვარულით სეზენი. რა კარგი წერილია არა? არ ვიცი. თავი რას გრძნობს ის ადამიანი რომელსაც მისცერა? არაფერს. გულგატეხილი ვარ. გრძნობ რომ ვნადგურდები. ერთ-ერთი სიტყვა ვერ გამათავისუფლებს ამ გრძნობისგან. აზვიადებ. ასე უცებ რატომ დანებდი? მითხრა რომ არ უყვარვარ. ძალით ვერავის შევაყვარებ თავს. ალბათ ბოლოდროინდელმა მოვლენებმა მასზე ძალიან იმოქმედა და გაიქცა. მეც ვარ ამაში დამნაშავე. ჩემი აზრით სეზენს უნდა რომ გააკიდო ბურაკ. თუ გიყვარვარ მომძებნე და მიპოვეო გეუბნება. ვერ გავეკიდები. რატომ? მივხვდი რომ მეც არ მიყვარს. სისულელეს ნუაბარაკობ. ყველამ ვიცით რომ გიყვარს. განქორწინებაზე განცხადება შეიტანა. ყველაფერი დასრულდა. ხვალ ექიმთანაც გადაამოწმე თუ გინდა. არ არის საჭირო. დარწმუნებული ხარ? დარწმუნებული ვარ. არა და იმედი მქონდა. გული დაგწყდა. რა თქმა უნდა გული დამწყდა. მინდა რომ შენგან შვილი მყავდეს. გეყოლება. ნუ ნერვიულო. გოგო გეყოლება, რომელსაც შენნაირი თვალები ექნება. მე კი მინდა რომ შენსავე ცისფერი თვალები ჰქონდეს. ესე იგი მოგწონს ჩემი თვალები. ახლა გეტყოდი შენი ყველაფერი მომწონს მეთქი, მაგრამ მე შენია, კარგად ამამდე. ამაში პრობლემას ვერ ხედავ. ბავშვებს ცუდ მაგალითს მისცემ. დაიძინე. ედასთან დაკავშირებით როგორ მოვიქცეთ ქერებ? ამაზე ხომ ვილაპარაკეთ. მის გაშვებას მოვითხოვ ქერებ. გონი აზვიადებ. ჩემი მეუღლე ნერვიულობს. გამარჯობა. უფროსთან მინდა შეხვედრა. იმბრძანდებით. მესმის ონურ, მაგრამ აბა შაჰრაზადის დაფიქრდეს. იმ გოგოს ხომ ლუკმაპურს ვართმევთ. ჩემს ადგილას შენ რომ ყოფილიყავი, მე ერთი წამითაც არ დავფიქრებოდი ქერებ. ონურ. აქ როგორ შემოხვედით? ონურ. მე და დურუსის დედა ვარ. ძალიან მნიშვნელოვანია. დედას რომ ესწავლა ორ სამსახურში ვმუშაობდი, თავს არ ვზოგავდი. არქიტექტორი გამოვიდა. მეგონა მადლიერი იქნებოდა, მაგრამ პოლიციაში მივიდა და დედამ ფული მომპარაო დამაბრალა. ერთი ღამე პოლიციაში გავათენე. მერე ყველაფერი გაირკვა. თურმე სამსახურში ქურდი ყოლია და მას მოუპარავს. ასეთი შვილის ყოლა სჯობდა, საერთოდ არ მყოლოდა. დედა გთხოვ ნოტირე. რა ვიცით რომ მართლა ედას დედა ხართ? დაუძახეთ. დამაპირისპირეთ. კალბატონ ნურჰაიათ. რა გითხრათ ჩემზე? ექიმი ვარ თუ ადვოკატი? ყველა სხვადასხვა ტყუილს ეუბნება. გისმენთ ბატონო ქერემ?
ქალბატონ ედას დაუძახეთ. Ახლავე. მე არაფრის მრცხვენია ბატონო. მოვიდეს. გისმენთ? შენებლობაზე ვარ ქალბატონო ნურჰაიათ. ნახვამდის. თითქოს მეტი საქმე არ მქონდეს, ახლა ოფისში უნდა წავიდე. გამომართვე შვილო. დედა, წამლები. წამლის დალევის დროა. ჩემი შვილი ძალიან ნავად არის. გულის სარქველის შეცვლა სჭირდება. ოპერაცია უნდა გაიგეთოს. ისმენ, ქალბატონმა ედამ თქვა მშენებლობაზე ვარო ბატონო ქერიმ, მაგრამ იქ არ არის. როგორ? დარწმუნებული რომ ყოფილიყავი მშენებლობაზე დავრეკე, დღეს საერთოდ არ მოსულაო. კარგი, მადლობ. $150,000 თან ერთ დღამში. მაგარია. ჩვენ განვითხოვთ რომ თქვენ შვილს ოპერაცია დაუფინანსოთ? არა, რას ბრძანებთ? ჩვენ არავის დახმარება არ გვჭირდება. მადლობა ღმერთს. ტექსტილის ფაბრიკაში ვმუშაობ. ჩემ შვილს ჩემი დაზღვევით მომავალ კვირას ოპერაციას გაუკეთებენ. მაშინ აქ რატომ მოხვედით? დედა საშინლად იქცევა ბატონო. რა თქმა უნდა, არც ერთ დედას არ უნდა შვილისთვის ცუდი, მაგრამ აქ იმისთვის მოვედი, რომ გაგაფრთხილოთ. ედა ნორმალური არ არის. ყველაფერზეა წამსვლელი. ქალბატონო ნურჰაიათ, გისმენთ ბატონო ანურ? ქალბატონ გულის დაურეკეთ. ჰოლდინგის სოციალური სამსახურიდან ამ ქალბატონს 1000 ლირა მისცენ. არა, არ მივიღებ. არავითარ შემთხვევაში მე მათხოვარი არ ვარ ბატონო. აქ ფულისთვის არ მოსულ ვარ. წავედით მერვე, გასვლის დროა. არ ვიცი ეს ტყუილები ედას სადამდე მიიყვანს. ნახვამდის. გამარჯობა, წინასწარ არ შეგითანხმეთ, ისე მოვედი. აქვე ვიყავი და ძალიან მომინდა შოკოლადის ტორტი ვიფიქრე ქალბატონი შახრაზადით შეისვენებს მეთქი. ახლა რომ ცალია და მალე მნიშვნელოვანი თათბირი მაქვს. უკაცრავად, შეგაწუხეთ. ტორტი წაიღე. თქვენ მოგიტანეთ. არ არის საჭირო. შემდეგში სანამ მოხვალ ძალიან დამავალებ თუ წინასწარ დარეკავ. რა თქმა უნდა, ნახვამდის. ნახვამდის. ერთი უყურეთ რამდენს ბედავს ეს კახვა. როგორ გამომაგდო? ქალბატონი ქევსერი დედამისი ყოფილა? მეც ვერ ვიჯერებ. ალბათ ეს დედა გიჟი არა? ან დედამისი ეზიზღება. მელეკ შენი ნივთები ჩაალაგე, იმ ქალთან ერთ სახლში ვეღარ იცხოვრებ. გიჟი ხომ არ ვარ მასთან ერთად რომ ვიცხოვრო. კაცმა არ იცის რას მიზამს. წავალ. თუ გითხა რატომ მიდიხარო არ უპასუხო. იმიტომ რომ შეშლილია, არ ვიცით რას მოიმოქმედებს. საერთოდ არაფერს არ ვეტყვი დროებით. საწყალი შახრაზადი. თან როგორ ეხმარებოდა იმ ქალს? აი ასე, ბრავო.
დავდაჯერებული უნდა იყო შენს ზალებში დარწმუნებული და ყველაფერი გამოგივა. ხანდახან თავდაჯერებულობა საკმარისი არ არის. მაგრამ არ უნდა დანებდე. ბრძოლა უნდა გააგრძელო. ნახო რა იქნება. რაზე ლაპარაკობ მე ერთ? ბილიარდზე? მე მგონია რომ მელექსე ლაპარაკობ. თქვენ შორის რამე ხდება თუ არა? შერისი გაგონება გინდა. სიმართლის. ვინც კარგად თამაშობს, ის იმარჯვებს. რა ხდება? გამარჯობა ედა. რა ხდება? სად მინდიხარ? ჩემ დასთან გადავდივარ. რატომ? ჭირდები? რაღაც პერიოდი მასთან ვიცხოვრებ. ცუდ მდგომარეობაშია ხომ იცი არა? ხო, მაგრამ ყველაფერი მიგაქვს? ასე მგონია სამუდამოდ გადადიხარ. იმიტომ რომ ყველაფერი მჭირდება. მე ალბათ ცალკე ვიქირავ ბინას. შენს წვირთად დაგაწექი. რა სისულელეა, რა ტვირთი? არაფრის თქმას არ აპირებდი, ისე მიდიოდი. შესაძლებლობა არ მომეცა. თანაც ნუ აზვიადებ. ხვალ ხომ ისედაც გეტყოდი ოფისში. მოდის გიხდი, უნდა წავიდე. ხვალამდე. დედა. დედა. რა მოხდა შვილო? შეიძლება თქვენთან დავწვე? მოდი. მოდი შვილო, მოდი. მოდი. ცუდი სიზმარი ნახე? ხო. ჩემი საყვარელი ბიჭი. დედა, ლილიპუტმაც დაიძინოს ჩვენთან. დაიძინოს, უთხარი მოვიდეს. აშენ დავუძახებ. ლილიპუტო. დარწმუნებული ხარ რომ მესამე შვილის გინდა? მეოთხეც და მეხუთეც მინდა. მართლა? მოდით, მოდით. 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 ხილად? ხილად? აი, ასე. ჩავეხუტოთ. მოდი შვილო. მოდი. მოდი. ბოდის გიხდე. რისთვის? მარტო დაგდობა. მეც ბოდიშს გიხდი. ცუდად გექცეოდი. მოპატიე. დილამშვიდობისა ხალბატონოედა. დილამშვიდობისა. 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 შიგნით ვერ შეხვალთ. დღეიდან აქ აღარ მუშაობთ. გზიდან ჩამომეცალე. ხალბატონოედა, გთხოვთ პრობლემას ნუ შექმნით. ეს თქვენი პირადი ნივთებია. იბრძანდით. ბენო როგორა? კარგადაა. უკეთაა. გუშინ კლუბში ვიყავით, ცოტა გაერთო და დაწყნარდა. ხალბატონოედა, თქვენი ნივთები. ხალბატონოედა.
უკვე ცნობილია რამდენს გამოყოფს გერმანიაში ხელისუფლება ბანკების დასახმარებლად. ყველა რაღაცით ცდილობს კრიზისის დაძლევას. ქალბატონედას უკვე უთხრეს, რომ აქ აღარ მუშაობს და პირადი ნივთები გაატანეს. კარგია. ეს საკითხიც ასე თუ ისე მოგვარდა. ალი ქემალ, ბანკში გველოდებიან. არ დააგვიანო იცოდე. კარგი მამა. წარმატებებს გისურვებ. მადლობ. ბურჯუ, შვილოს ათხარ. რა ლამაზია, ჩემი გოგო. ამისთვის ღმერთს მადლობა უთხარი. მადლობელი ვარ. სად მივდივართ, ბაბუა? უნდა გავისეირნოთ შვილო. დღეს ბაბუამ და შვილიშვილმა უნდა ისეირნონ. წავიდეთ? წავიდეთ. ბაბუა, კინოში წავიდეთ? წავიდეთ. სადაც იტყვი იქ წავიდეთ შვილო. აბა თქვენ იცით. წამოდი. ვახშმისთვის მანთი გააკეთეთ. კარგი ნახვამდის. კარგად გაერთეთ. მოძებნე? თუგნა სახლის ყველა კუთხეში მოძებნე. ღმერთო, არ იღლები ჩემი ყარაულობით? რა თქმა უნდა, არ დავიღლები. ხელები გაშალე. რატომ? უნდა ვნახო, რომ არ გიკანკალებს. გაშალე. რა სისულელია, ალკოჰოლიკი არ ვარ. ოჩეხ ჩემო კარგო. არ გინდა სადმე ვისადილოთ? ვისადილოთ. მოვემზადები და წავიდეთ, კარგი. მადლობ ძვირფასო. სირცხვილოები. დაცვას ათქმევინეს? სირცხვილია. დაებარებინეთ და ლამაზად ეთქვათ კრიზისის გამო გათავისუფლებთო. კრიზისი რა შუაშია, ნაზან, თუ ღმერთი გწამს. აბა რატომ გამოგიშვეს? ედა? მე პატრონესთან იწექი? ასე რატომ გამიკვირდა თითქოს პირველია? ის კაცი ცოლიანია? მოშ რა გადარდებს? შენს ხელში ყოფილა. დაურეკე და უთხარი შენს ცოლს ვეტყვი თუ არ დამეხმარებიო. იმას გააკეთებინებ, რაც გინდა. დავურეკე. არ მეპასუხა. იმედი არ ფიქრობდი, რომ პირველივე ზარზე გიპასუხებდა. აშერ დავურეკე. 1000 ჯერ უნდა დაურეკო. უნდა დააძალო. ცხოვრება უნდა შეაძულო, თორემ ისე გაგსრესენ, როგორც ჭიანჭველას და გაივლიან. ბატონ ბურჰანთან ვალში ვართ, ონურ. ამ კაცმა გადაგვარჩინა. მართალია. ედასგან არაფერი ისმის? მეგონა ტელეფონზე რეგვით აგვიკლებდა. ჩვენთან დაკავშირება ასე ადვილია, ონურ. ვერ გაბედავს. მეც ასე მგონია.
ოსტა შევამოწმებ. რა გინდა? მიპასუხა. ბატონო ქერიმ რა ხდება? არაფერი არ ხდება. სამსახურიდან რატომ დამეთხოვეთ? ჩემი ნდობა შეგეძლოთ. ვერავინ გაიგებდა იმას, რაც ჩვენ შორის მოხდა. ედა, ნუ არ გააგრძელებ. ასე იყო საჭირო. კომპენსაცია შენ სანგარისზე ჩავრიცხეთ. არ გაგიჭირდება. აღარ დამირეკო, ეს საკითხი ამოწურულია. გამითიშა. ტელეფონი გამითიშა. რა ვქნათ? ჯერ საყიდლებზე წავიდეთ თუ სალონში? საყიდლებზე. კარგი. მანიკურის ხელსაწყოები მოგაქვს? ხო. მე შეგნია შახრაზად. ვიცი რომ კარგ სალონში წავალთ, მაგრამ მაინც თუ ხელსაწყოებს არ ასტერილებენ, შეიძლება მანიკურის ან პედიკურის გაკეთებისას B ჰეპატიტი გადაგდონ. რა თქმა უნდა, ძვირფასო. ღმერთმა დაგვიფაროს. თურმე შეიძლება ღვიძლის კიბოთგან ვითარდეს, მე ძალიან მეშინია. მენდექის ერთ მეგობარს პირსინგი თუ ტატუ გაუკეთებია. მერე? სტერილური იარაღი არ გამოუყენებიათ და B ჰეპატიტი დაემართა. უყურადღებობის ბრალია. ასეა. პაროლი ნომერია. გისმენთ? ალო? ბენუ ინდიოღლუ ხართ? მე ვარ. ის ვისაუბრები? თქვენ სიკეთის მსურველს. ვერ გავიგე? მგონი გძინავთ, ქალბატონო ბენო. ბატონი ქერიმი გღალატობთ. კარგი იქნება თუ ყურადღებით იქნებით. თქვენ მიმბრძანდებით? ალო? მიმბრძანდებით? ახლა ბატონმა ქერიმმა ინერვიულოს. ბენო, რა მოხდა? ვიცოდი. რა მოხდა? მიცოდი რომ ქერიმი მღალატობდა. ბუკეტს ფრანგულის სწავლა დაუწყია. ერთ წელიწადში ვისწავლიო. ყოჩახ. როგორ ამბობენ? ერთი კაციაო. ცოტა რომ გაიზრდები, შენს გაგაგზავნი შვილო. სად მივდივართ? სკოლაში. მაგრამ ბაბუა. ჩუმად. ბაბუა ძალიან გთხოვ. დაწყნარდი შვილო და კარგად მომისმინე. მოდი შვილო. ბაბუა ისევ. მოდი. საჩიში და სამერცხინო არაფერია. ხრებში გაიმართე. ადემ, შენ მანქანა დააყენე და დაგველოდე. დიახ ბატონო უფრან. დავიდე შვილო. ბაბუა ისევ ცუდ რამეს მეტყვიან. როგორ ფიქრობ, ამის უფლებას მივცე? ჩემი არ გჯერა შვილო. წამოდი. რომელი იყო შენი კლასი? ის. აბა ბავშვებო, ჩაიწერეთ, რასაც გეტყვით. წარმატებულ გაკვეთილს გისურვებთ. მოგბრძანდით? მოდის გიხდით რომ გაკვეთილი შეგაწყვეტინეთ, მაგრამ ბურჯუს უნდა რომ მეგობრებს რაღაც უთხრას. რა თქმა უნდა. მოდი ბურჯო. რა უნდა ვუთხრა? ის რაც მეკითხარი.
იცით რას ნიშნავს აუცილებელი მოგერიებისას მომხდარი მკვლელობა? თავდაცვას ნიშნავს. მაგალითად სახლში მარტო ხართ და ღამით ქურდი შემოიპარა. დაგინახათ. მოკლას გიპირებთ. რას იზამთ? თავს არ დაიცავთ? დედაჩემიც ასე მოიქცა. თავი დაიცვა. სახლში შემოსული ქურდისაგან მისთვის რომ არაფერი დაეშავებინა. რომ არ დაეცვა თვითონ მოკვდებოდა. ან შეიძლებოდა ჩემი დამოეკლა. თქვენ რამდენიც გინდათ ილაპარაკეთ, მკვლელი შვილიაო, მაგრამ მე დედაჩემით ვამაყობ. გაიგეთ? Söyleyemez misiniz? ვერ გვეტყვით? Peki nasıl? აბა როგორ უნდა გავიგოთ ვინ დარეკა ფარული ნომრიდან? ამისთვის პროკურატურას უნდა მივმართო? Peki teşekkür. კარგი, გმადლობთ. Canım, ძვირფასო, belki de შეიძლება ვინმე გიჟი იყო, ან კიდევ შეეშალა. ასე უცებ როგორ იჯერებ? ბენუ ინჯუოღლო, ასე მითხრა. ქერემი ღალატობსო. Kerem Bey öyle bir ბატონი ქერემი ასეთ რამეს როგორ გააკეთებს? დაფიქრდი ბენო. Bennu. Kerem Bey. ბენუ, ქერემსაც და ონურსაც ბევრი მტერი ყავთ. Garezi olan იქნებ სპეციალურად გაგიკეთეს. Bence Kerem Bey'le açık. მე თუ მკითხავ ბატონ ქერემს პირდაპირ უნდა დაელაპარაკო. Beni yalnız bırakın. თუ შეიძლება მარტო დამტოვე. არ დაგტოვებ. მისმინე შახრაზად. Eli bu halde თანასამ მდგომარეობაში ვერ დაგტოვებ. შახრაზად წადი. kalmak istiyorum. ბენუ, Bennu. ბენუ. მარტო მინდა დარჩენა შახრაზად. წადი. მინდა რომ მარტო დავრჩე. რატომ არ ვარ ბედნიერი? რატომ? Kızım al. იმ ქალის ცხოვრება თავდაყირა დააყენე. Dünyası yıkılmış. ქვეყანა თავზე დაემხო. Niye keyif? კიდევ არ ხარ ბედნიერი? Düşünüyorum. ფიქრობ ნაზან. Ne oldu რა მოხდა ასე უცებ? ამაზე ვფიქრობ. Tahmin edin. თუმცა ხვდები. Çok özür diliyorum. ძალიან დიდი ბოდიში. არ ვიცოდი ბურჯუს ასეთი პრობლემა თუ ჰქონდა. დიახ, ძალიან წუხდა. სკოლაში რომ არ მოვიდა დედამის დაურეკე. მითხრა ავად არისო. Ne kadar üzülmüş. ჩემი საყვარელი გოგო ვინიც ის როგორი ნერვიულა. ბავშვები დაუნდობლები არიან, მასწავლებელო. მაგრამ მართალს და ტყუილს მალე იგებენ. ჩემ შვილს ფსიქიკა დაუზიანდა, ამაზე პასუხს აგებთ. პასუხს აგებთ. გამიშვით. როგორ დაუშვით რომ ჩემს გოგოს მკვლელი შვილი უწოდეს? მოდი აქ. ყველა სასამართლოში გიჩივლებთ. გაგანადგურებთ. რა ხდება მასწავლებელო? არ ვიცი. გაგანადგურებთ. გაგანადგურებთ. ალი ქემალ, თქვენ კი არა, მე გიჩივლებთ და ნახავთ, როგორ უნდა დირექტორზე თავდასხმა. ვინ ხდება რუსტუბრევს სანურ? ჩვენ თუ ბატონი ბურჰანი. ბატონმა ბურჰანმა თქვა რომ მე დავხტები, მე მოვიყვანო. კარგი. ალბათ გაგვაგებინებთ სადიხრება თათფირი. ქალბატონი ნურჰაიათი დააზუსტებს და გაგვაგებინებს. რა თქმა უნდა. შეხვედრამდე, შეხვედრამდე. Konuş Kerem. ბატონ ქერემს დაელაპარაკებენ უკთხოვ. დაელაპარაკები, შენ წადი. İşinden მთელი დღეა აქ ხარ. emin misin? ნარწმუნებული ხარ? ხო, კარგად ვარ. ნუ ხელავ. Bak söz ver. პირდები რომ ბატონ ქერემს ეტყვი. ვეტყვი. İyi. კარგი. Bir şey olur. თუ რამეა დამირეკე. Kendinde üzül. გეყოფ ამდენი ნერვიულობა. კარგი შახრაზად. ნახვამდის. Hoşça kal. ნახვამდის. Ya sen რატომ ჩაერია? რატომ?
შენ რომ გაწყენინეს იმიტომ შველო. მე და ბაბუა მოვაგვარეთ. შენ კი მთელი სკოლის წინაშე შემარცხვინე. ბურჯუ, ის მამა შენია. მაგრამ შენ ხომ ნახე როგორ შემარცხვინა? ოთახში წადი შვილო. არ შეიძლება ერთი დღე მშვიდად ვიყო. ყოველთვის შენი გაფუჭებული საქმეები უნდა ვასწორო. მაგრამ დირექტორს ყველგან ულაპარაკია ბატონო ბურხან. ნუ ღარიცავ ქალბატონო ნადიდე. მაგ ნაძირალა სკოლის დირექტორმა მითხრა გაეთრიეო. რა უფლებით? აქ სკოლაში დიდ ფულს ვიხდით. მეტაო რატომ გითხრა? ბატონო ბურხან ბიჭსაც მოусმინე. რა მოусვინო ქალბატონო ნადიდე? მე არ ვიცი ვინც არის. შესვლა დირექტორის ოთახში ყვირილი დაუწყია. ამ სკოლას თავზე დაგამხობო. თანაც ივაშკაცა. და იქავრობა მიუნგრია. ალი ქემალ. გწვენოდეს. თითისტოლა გოგოს გამოგონებები აქვს. შენ კი? შენ რას აკეთებ? ის კაცი მართალია რომ თქვა სასამართლოში წავალ და გიჩივლებო. სისხლში იყო მოსვლილი. შენ გამო 2000 ლირიანი ჩეკი გამოუწერე. დამღალე შვილო, დამღალე. ის კაცი მაგრაც ცემე. საავადმყოფოში იყო წასაყვანი, რა ჩაიდინე? არაფერი მოსვლია დედა, ცხვირიდან სისხლი წამოვიდა. რომ დომებოდა იქვე მოვკლავდი. ჩემ შვილს არავის დავაჩაგვრინებ. ჩემ შვილებს ვერასდროს ვერავინ დაჩაგრავს. და ეს ნურავის ეწყინება, კარგი? გმირ მამას უყურეთ. ალი ქემალ. ახლა კი გვეცინება, მაგრამ მეორე სკოლაში აღარ წახვალ. შობელთა კრებაზე მეწავალ. კრივი არა, რა სისულელეა. მამა ჩემი კრივზე არ დადის, ისე და ძლიერია. არა ჯანკ. არა, რა თქმა უნდა. მეთყვი მამა, მოდი. თიმურის წემე მეთქი. აგინდა? ბურჯუ, ბაბუა მოვიდა. კარგი. ისტორიის წიგნიდან 150 გვერდიდან 154-მდე უნდა გავაკეთოთ. ხო, ძალიან ბევრია. მასწავლებელს უთხარი, მე რა ვქნა? ხოლ შევხვდებით. ვის ელაპარაკებოდი? დილარას, დავალება ინტერესებდა. დღეს შენი თვა მაყოფ, ბურჯუ. მე უფრო მეტად შემიყვარდი ბაბუა. უფრო კარგად გაამშრალე, ლაქები არ დარჩეს. მაშინ შენ გაამშრალე. არის ამ ნაწილს უკვე მიაჩვია. ისე ხელფასიც რომ გადამიხადა, ცუდი არ იქნება. რა ხელფასი? ხალხს სამსახურიდან ვათავისუფლებ. კრიზისის შესახებ არაფერი გაიგია? ეგ რა არის? უდოქრეში. უდოქრეშის კონცერტის 2 ბილეთი. უდოქრეში ჩამოდის? მართლა? მართლა? აი აქ არის. თითო ბილეთი $200. ძალიან ძვირია. წამოხვალ ჩემთან ერთად. არა. გმადლობ. არ მინდა. ნუ სულელობ მელეკ. ეს ჯგუფი შეიძლება 10 წლის მერე ჩამოვიდეს სტამბოლში. ხო და მეც 10 წლის მერე წავალ. მელეკ, 50 კაცი იქნება ამ კონცერტზე. რა ვქნათ? CD-ზე მოვუსმენ. ნუ ღალავ. შენს ადგილას რომ ვიყო წავიდოდი. ხო და შენ წადი. მელეკ წამოდი. ძალიან მოგეწონება. გავერთობით. წადი. თქვენ რა დანადლებდით? რა ნაძლევი? მელექს რომელი ჩვენგანი ჩაიწვენს ლოგინშიო. ხმა მოიღეთ. მე არაფერი მithქვამს, მაგრამ შენს მეგობარს პრეტენზია აქვს. არ ვთქვით, კარგი მოთამაშე შემოიგებსო. მერტ. შენგან არ ველოდი. ორივეს გწვენოდეთ. მართალი ხართ? როგორც დავიმსახურე, ისე მეკცევით. სახელი მაქვს გატეხილი. მელეკ. არ გაიგეთებ?
ძალიან მოგიხდა. რას ეძებ? როგორ უნდა მიხვდეთ, რომ ქმარი ცოლს ღალატობს? პირველი, უმიზეზოდ ყიდულობს ძვირფას საჩუქრებს. ამ ჟურნალში ერთი ანკეტაც იყო. რაც არ უნდა გავაკეთო, ვერ გასიამოვნებ. უკვე აღარ ვიცი როგორ დაგიმტკიცო, რომ მიყვარხარ. ბოდიში. აბა ვნახოთ, ჩვენი მატარებელი დაიძრა. ნედა, შეიძლება ეს ვაგონებიც დავამატოთ? კარგი. დავამატოთ. ეგ იმიტომ ვიყიდე, რომ ბავშვობა ითამაშონ და არა შენ. ძალიან სახალისოა. კარგი, ამას აგდავდებ. თქვენ ითამაშეთ და მეც მოვალ. კარგი? ჩვენ დავამატოთ? კარგი, დავამატოთ. Şunu da ver. ეს მომეცი? Bunu da. ესეც აიღე. Bunu ეს აქ უნდა გავუკეთოთ. buraya takacağız. შენ რა მეხუმრები? ონურ, ასეთი რამ მართლა ხდება ხოლმე. მისმინე, თუ იცი და არ მეუბნები, ძალიან მეწყინება, გაფრთხილებ. ჩახრაზად გაგიჟდი? ქერემ ბენოს რომ უღალატოს ამაზე თვალს დავხუჭავ? ასეთი რამ როგორი ფიქრე? ესე იგი არა? რა თქმა უნდა არა. მაშინ ვინ იყო? ბენოს რომ დაურეკა ის ქალი ვინ იყო? ედა. სამსახურიდან გავაგდეთ. კი ვიფიქრე, რამე ცუდს გააკეთებს მეთქი, მაგრამ არც მე დამერეკა და არც ქერემს. შეიძლება. Eda olabilir. ალბათ მართლა ედა იყო. ესე იგი ამ გზით უნდა შურისძიება. გალბატონი ნადიდე მართალია. ძალიან საშიში ქალია. ბენოს ვუთხრა შენთან ედამ დარეკა მეთქი? ახლა? Ne bileyim. რა ვიცი ონურ. ერთ კარგად დავფიქრდეთ საყვარელო. ახლა ქერემი ბენოსთან არის. Yarın saat ხვალ დღის 2 საათზე? ბოღასტერას სუიტი. o da 5. ოთახი 801B. ბენუ, Efendim გისმენ? პორტოხლის სვენი გვაქვს? getireyim ben sana. მოგიტან. ფილმშვიდობის ამელაკ. შეგიძლია მითხრა რა მოხდა? რა მოხდა? რაღა უნდა მოხდეს? აბუჩათ ამიგდეთ, ჩემი სიამაყე ფეხქვეშ გათელეთ. მეტი რა გინდა? რა? რა სისულელე ასე არ არის. კარგი, არ ვამბობ, რომ ჩემი პატიოსნება შეუბღალავია, რომ ბრწყინვალე წარსული მაქვს. ბევრი შეცდომა დავუშვი, მაგრამ ლოგინში ვინ ჩამიწვენს? რა ლოგინი? გიჟი ხარ? ისმინე მელეკ. მე შენ მიმართ რაღაცას ვგრძნობ. წარსულიდან შემორჩენილს. რატომ არ გესმის? გალბატონო მელეკ, ეს თქვენ მოგიტანეს. მე? Teşekkür ederim. გმადლობთ. ერთისგანაა? ოდის გიხდე. მეც დიდ ბოდის გიხდე. Kaç gündür hava? სახლი რამდენი დღეა არ გაგინიავებია? Aç kız. პანჯრები გააღე. ბატონი ქერემის ცოლს თუ სასამართლოში სარჩელი არ შევატანინო, ნაზანი არ ვიყო. Hadi topla. ცოტა გონს მოდი ედა. Toplayayım. გონს მოვალ, Ama topla. მაგრამ გონს რომ მოვალ ყველაფერს თავდაყირა დავაყენებ. Kimi arıyorsun? ვის ურეკავ? საკმარისია.
ედა, რა მოგდის? განი, გისმენდა უშაჰრაზად. მობილურისთვის ახალი სიმბარათი მიყიდე. ედასგან თავი ვერ დავიხსენი. კარგი. არ გინდა რომ დაელაპარაკო. არა, ონორმა სამსახურისდა გაათავისუფლა. თუ ოფისის ნომერზე დარეკავს, უთხარი არ არის ხო, კარგი? კარგი, მაგაზე არ იდარდო. მოვდივარ. ენუ, ვინ არის შიგნით? რა სისულელია, რა საკეთებ? გამიშვი უნდა შევიდე, გამიშვი. თხო, ნასვამი ხარ. გამიშვი. ვისთან ღალატო, ვისთან? ოჩაღნიმეთ? ფურცელივითაა. თქვენგან ვისწავლეთ ქალბატონო ნადიდე. ქალბატონი ფიუსონის სასამართლო როდის არის? მომავალ თვეში. ნეტავ მშვიდობით ჩამთავრდეს ეს საქმე. ადვოკატი რას ამბობს? ამბობს გაამართლებენო. მაგრამ სასამართლოა. რა ვიცი შვილო. დამოვიწყდა ქალბატონი ფიუსონისთვის მეთქვა რომ წარაწიწაკაც ეყიდა. დავურეკავ. სად არის ჩემი ტელეფონი? მისაღებში იყო, მოგიტანთ. არ გინდა. ხელები ხახვიანი გაქვს. აი, ფიუსონი მოვიდა, რა მალე დაბრუნდა. რა მალე დაბრუნდი. გამარჯობა ქალბატონო ნადიდე. შენ აქ რა გინდა? არ შემომიშვებთ? შენნაირ უნამუსო ქალს სახლში არ შემოვუშვებ, წადი გაეთრიე. მოშორდი აქედან. ნამუსიანი ვინ არის, შაჰრაზადი? გაეთრიე აქედან, მოთმინებას ნუ დამაკარგვინებ. ქალბატონი შაჰრაზადი წესიერი და პატიოსანია, მე კი არა. შაჰრაზადს ნუ ახსენებ. გაეთრიე აქედან. შაჰრაზადი, რომელსაც ასე იცავ, მეძავია. ფულის სანაცვლოდ 150,000 დოლარის სანაცვლოდ კაც დაუწვა. ღმერთმა დასწრებულო შენნაირი ქალი. ახმედს რომ ცილი დასწამი არ გიყო, ახლა შაჰრაზადის რიგია. ცილის წამება, წადი და კითხე. კითხე როგორ იშოვა ერთ ღამეში ქაანის მკურნალობისთვის 150,000 დოლარი. ვნახოთ რას გეტყვის. გაეთრიე აქედან. გაეთრიე. არ დაინტერესდით? ხელფასზე მომუშავე ქალმა ამდენი ფული როგორ იშოვა? არ დაინტერესდით? წადი მეთქი, წადი. კითხე შაჰრაზადს ვისთან იწვა, კითხე. კერემ. წადი აქედან ბენო. წადი, თორემ ძალიან ცუდად დამთავრდება ყველაფერი. კერემ, მომისმინე. არ მინდა შენი მოსმენა, შენი დანახვაც აღარ მინდა. მომისმინე, კერემ. წაეთრიე. კერემ. წადი მეთქი. წადი. კერემ. რაღაც შეცდომა მოხდა შვილო, დიდ ბოდიშს გიხდით. ბატონო ბურჰან, თქვენ სტუმრებს მიხედეთ. მომხდარის გამო ბოდიშს გიხდით. მსგავსი რამ არასოდეს მომხდარა, აქ სათათბიროდ შევიკრიბეთ.
დავიღალე, გასაგებია? დავიღალე. ძალა აღარ მაქვს რომ შენ აი ლოცს გავუძლო. წაეთრია ჩემი ცხოვრებიდან. კერემ, გაჩერდი, დამშვიდი. კერემ, შენუერები, ვერ ხედავ გალეშილი მთვრალია. გეყოფა. შეხედე ონურ, გალეშილია. გაჩერდი. აღარ მინდა ონურ. დავიღალე სიყვარულის დამტკიცებით აღარ მინდა გესმის? დამშვიდი. ბევრი ვითმინა. მაგრამ ჩემს მოთმინებასაც აქვს საზღვარი. საკმარისია. კარგი, დამშვიდი. ახლა სტუმრებთან წადი. ამას მე წავიყვან სახლში. მიდი. დავიღალე ონურ. კარგი, გეყოფა. წადი. მოდი, წამოდექი. მოდი, ბენო, მოდი. კერემ, არ ნერვიულობ. ყველაფერი რიგზეა, ნუ ნერვიულობთ, ყველაფერი კარგადაა. ბატონო ბურხან. თქვენს და სტუმრებსაც დიდ ბოდის გიხდით. ცოლი ავად მყავს და ნუ დამძრახავთ. ბატონო კერემ, დავამთავროთ თათბირი. თუ თათბირი დასრულდა, შეგვიძლია წავიდეთ. ყველაფერზე ვისაუბრეთ. კიდევ ხომ არ არის რამე? არა. მაპატიეთ. ნუ ნერვიულობ, შვილო. ცხოვრებაში ყველაფერი ხდება. ჩვენც ადამიანები ვართ. თუ გნებავთ ერთად ვისადილოთ. კარგი. სიკვდილი მინდა. ახლავე, ამ წამს მინდა რომ მოვკვდე. რა სიზრველია, ბენო? ყველაფერი გავაფუჭე. კერემი დავკარგე. რას ამბობ? ურალოდ რაღაც გაუგებრობა მოხდა, ყველაფერი გამოსწორდება. არაფერი არ გამოსწორდება. კერემი ამას აღარ მაპატიებს. გაპატიებს. რომ გაიგებს ასე რატომ მოიგეცი გაპატიებს. ნუ ნერვიულობ. გაწყნარდი. ლეიკემია, სისხლის კიბო აქვს. სასწრაფო სისხლის გამოცვლა ესაჭიროება. ცოტა ფული შოვნა შევძელი, მაგრამ არ მყოფნის. კიდევ $150,000 მჭირდება. გემოდარებით, ბატონო ბურხან. არავინ მყავს, რომ ეს ფული ვთხოვო. ვალს დაგიბრუნებთ, გარწმუნებთ, რომ დაგიბრუნებთ. ქანი ხომ თქვენი შვილი-შვილია. თქვენი შვილი-შვილი. როგორი შვილი-შვილია? როგორ არის ჩემი შვილი-შვილი, როცა მისი სახეც კი არ მინახავს? მაგრამ თქვენ ხომ მისი ნახვა არ გინდოდათ? ახმეტმა რამდენჯერ დაგირეკათ, რომ თქვენთვის ეთქვა. უნდა მდომებოდა კიდეც. რა უნდა მეთქვა? დამავიწყდა მშობლებს რა უპატივცემულობით მოეკეცით და მომიყვანეთ მაჩვენეთ მეთქი? მე ამ სახლში არავინ ვიყავი? მამა ვიყავი, მამა. რაც გინდათ ის მითხარით. მიყვერეთ, მეჩხუბეთ, უფრო მეტიც თუ გინდათ, შემიძულეთ. ოღონდ გემუდარებით, შვილი გადამირჩინეთ. თქვენ ძალიან მდიდარი ბრძანდებით. $150,000 თქვენთვის არაფერია, მაგრამ ჩემთვის ძალიან დიდი ფულია. წვალობ, მაგრამ ვერ ვშოულობ. ჩემი შვილი ჯერ 5 წლისაა. ღვთის გულისათვის დამეხმარეთ. მე თქვენ არ გიცნობთ, ქალბატონო შაჰრაზად. თქვენის ქალი ხართ, ვის გამოც ჩემი ვაჟი გარდაიცვალა. სულ ეს არის. ბატონო ბურხან, არა.
ისმინეთ. 10 სიცოცხლეს რომ კონდეს. ერთსაც არ მოგცემდით. არც თქვენ და არც თქვენ შვილს. გასაგებია? Anne, დედა, anne nereye? დედა, სად მიდიხართ? ბენო მოიცადე. მოდი. კარგი. გთხილად. შახრაზად. ძირფასო. ყველაფერი გავაფუჭე. კერემი ჩემ ნახვას აღარ მოისურვებს. ძირფასო, ასე ნუ ამბობ. მოდი ზემოთავიდეთ. Uzan biraz ha. წამოდი ჩემო კარგო. Gel bakalım. წამოდი. Dur canım. მოიცა. ეს გაიხადე. მომეცი? Hani söyleyecek. ხომ უნდა გეთქვა ბატონი კერემისთვის. Hani beni bir ერთმა ქალმა დამირეკე და მითხრა ღალატობსო. რატომ არ უთხარი? Söyleyecektim. უნდა მეთქვა, მაგრამ ღამე შეტყობინება მოვიდა. ვიფიქრე მართალია მეთქი. იმ ხალს სიმართლე უთქვამს კერემი მღალატობს თქვა. Benucum. ბენო, En doğrusu. ჯობდა გეთქვა. Şehrazat. შახრაზად, Ben bir კლინიკაში უნდა დავწვე. yanımda olur. შეგიძლიათ ჩემ გვერდით იყო. Tabii ki. რა თქმა უნდა. ბატონი ქერემის ცოლმა ბავშვი დაკარგა და ახლა ცუდადაა. თორემ ძალიან კარგი ქალია. ერთმა განძლეობა მისცეს ორივეს. ძალიან ძნელია. დიახ, ძალიან ძნელია. შეიძლება ცუდად გამოუვიდა, მაგრამ ვინ იცის? როგორ ნერვიულობს და განიცდის. ჩემი მეუღლე მოსულა. შენ მაღაზიაში შედი და მოვალ. ქალბატონო ნადიდე. კეთილი იყოს შენი მოსვლა. შვიდობა? მოხდა რამე? ნუ მაშინებ მითხარი. რამე ცუდი ხომ არ მოხდა? ამ ცოდვაზე პასუხს შენ აგებ, ბატონო ბურხან. შენ. რა ცოდვაზე, ქალბატონო ნადიდე? რა ხდება? რა მოხდა მითხარი? შახრაზადმა კანისთვის 150,000 დოლარი. იცი როგორ იშოვა? გევედრებოდა. მუხრებში ჩაგივარდა, რომ შვილიშვილის სიცოცხლე გადაგირჩინა. მაგრამ უარი უთხარი. ის ფული შენს ქონებას არაფერს დააკლებდა, ბატონო ბურხან, არაფერს. ამ ცოდვით როგორ უნდა იცხოვრო? გიფიქრია ამაზე? ეს ამბავი ბატონმა ონურმა იცის? რა მნიშვნელობა აქვს? ბატონმა ონურმა რომ იცოდეს შენი ცოდვა შემსუბუქდება? დიდი ხანია ვფიქრობ. მე რომ შახრაზადის ადგილას ყოფილიყავი, რას ვიზამდი?
ალბათ მეც ასე მოვიქცეოდი. ყველაფერს ვიღონებდი ჩემი შვილის სიცოცხლის გადასარჩენად. შენ რა უპასუხე? 10 სიცოცხლე რომ მქონდეს, ერთს არ მივცემდიო. მიდი ახლა და მაგ 10 სიცოცხლით იცხოვრე. მართლა? რას ამბობ? რა? მომეცი, არ მოგცემ. ერთქანიც მოვა? მართლა? ჩემზე თქვა ლამაზი გოგოაო? ცოტახნით მათხოვე. თუ დამჭერ მოგცემ, თუ დაგიჭერ დაგართმევ. კარგი ვნახოთ. აბა როგორ წამოვა ბავშვებს რა ვუყო? დაგიჭერ. არ ვიცი. კარგი, რამეს მოვიფიქრებ. აბა მიდი დაიჭირე. კარგი. ეს როლე. მოდი ცაცხვი ჩაიდალიე. ფრთხილად, ცხელია. მადლობ. ალო, სემრა. დაიჭირე. ხალბატონო შახრაზად, მაპატიას რომ გაწოხებთ, მაგრამ დედა ჩემი ავად გამხდარა და გამოჯამთელებას უსურვებ. რა დაემართა? დაიქცა. მგონი ფეხი აქვს მოტეხილი. რას ნიშნავს მგონი? მოიტეხა თუ არ მოიტეხა? ზუსტად არ ვიცი, მარტოა და აუცილებლად უნდა წავიდე. მერე ბავშვები სემრა? შახრაზად წადი, მე კარგად ვარ. არა გაჩერდე. იქნებ ბავშვებს დღეს გულჯანმა მიხედოს. ბავშვების ძიძა შენ ხარ და არა გულჯანი. 1-2 საათში დავბრუნდები, ბავშვები უკვე ვასადილე. გულჯანი რომ მოვა შეიძლება წავიდე. კარგი წადი. ოღონდ აღარ დაბრუნდე. რა? გაწეული სამსახურისთვის გმადლობ. რა გააკეთე? უსინდისოა, ყოველდღე ახალ ტყუილს იგონებს ბენო. ბავშვებს ნორმალურად არ უვლის. ონურს მაინც და მაინც ახლა მოუნდა ფირდევსის გაგდება. შახრაზად წადი, კარგად ვარ. ერთი წუთით. გულჯან, სათხარ ძურფასო. შეგიძლია ჩემს სახლში წახვიდე? შახრაზად, ჯუმად. ჩემს მოსვლამდე ბატონ კამილს ვთხოვ, რომ ბავშვებს მიხედოს. ახლა ვეწადი, კარგი? გმადლობ. მართლა კარგად ვარ. ტყუილად მეუნები, მაინც არ წავალ ბენო. რა დაგემართა? არაფერი. კერემ, მეგობრები აღარ ვართ? რა სისულელეა? ადრე ყველაფერს მიყვებოდი, კერემ. ბოლო დროს საერთოდ აღარ ვლაპარაკობთ. შენს დაქორწინდი და ისევ ძველებურად ვიქნებით. ეს რა შუაშია? დაოჯახებული კაცის პრობლემებს შენ ვერ გაიგებ მერტ. მერტე, შენ გამოგიგზავნეს. მადლობ. რა არის? ყვავილები დაჭკნა, შეგიძლია ახალი გამომიგზავნო? სიყვარულით მელეკი. რა არის, არ მეტყვი? ნუთელა გამომართვი? მაგაზე არ გეკითხები. მითხარი, ბარაცერა წერია. ესე იგი მიმალავ? კარგი, რადგან არ მეუბნები, არც მე გეტყვი. ბენუ ძალიან ავადაა, მერტ. ძალიან ავადაა. ონორ, იპოვე ძვირფასა. არა, ტელეფონზე არ პასუხობს. ონორ, გთხოვ მოძებნე. ბენო განადგურებულია. ნუ ღელავ, აუცილებლად ვიპოვე. კარგი საყვარელო, მერე დაგირეკავ. კარგი. ნახვამდის.
ძალიან მომშივდა. წვნიანი გემრიელი ჩანს. გთხოვდა ჯექი ძალიან დაიღალე. ეს სხვაგანაც გაქვს დამალული ბენო. არა. სხვა არ მაქვს გიფიცები. ბენო. საკვარისია. ხომ გითხარი? კლინიკაში დავწვევი მეთქი. თავი დამანებე. კარგი. რას გადამეკიდეთ? რა გინდათ ჩემგან? კარგი. დაწყნარდი. თხოვ. დამშვიდი. ამას ვეღარ გაუძლებ შახრაზად. გაუძლებ. აღარ შემიძლია. დედასაც არაფერი გამოუვიდა. შენ ძლიერი ხარ, გაუძლებ. გასაგებია ბენო. გეთანხმები ქერემ. მართლა სირცხვილია. სირცხვილი კი არა, მერც სამარცხვინოა. მოსკოვიდან ბანკირები ვყავდა სტუმრად. ცდილობდით თავი მოგვეწონებინა. ამ დროს უგონოდ მთვრალი ბენუ შემოვარდა და მიყვირო და მითხარი ვის დამღალატობო. წარმოგიდგენია? კარგი, დაივიწყე ქერემ. გამარჯობა მერტ. გამარჯობა. თუ შეიძლება მეც იგივე დამისხი. კარგი. ბენუ უკეთა. შაჰრაზადს ველაპარაკე. მადლობ, მაგრამ არ მაინტერესებს. ეყოფა ქერემ. ხომ ნახე რა ჩაიდინა. შენ თავარი არიცი ქერემ. გუშინ ბენუს ვიღაც ქალმა დაურეკა. უთხრა ქმარი ღალატობსო. რა? ო. თათვირზე შეტყობინება რომ მოგივიდა, სასტუმროს ნომერში მოდიო. ბენუ მიეჭვიანა და თავი ვეღარ შეიკავა. რას ამბობ, მეხუმრები? შაჰრაზადის მის გვერდით იყო, ვიღაც არანორმალურს დაურეკავს. ვინ უნდა ყოფილიყო, ნურ? არ უთქვამს? არა. მაგრამ მგონი ედა იყო. დამსახურიდან რომ გავაგდეთ, სამაგიერო გადაგვიხადა. მოგდანდით ბატონო ბურხან. გმადლობ. გამოგართმევთ. საღამო მშვიდობისა მამა, სოფრასთან მოგდანდი ვივახშმოთ. დედა სად არის? ოთახიდან არ ჩამოსულა? არა. კუჭის ტკივა, ბახშამზე უარი თქვა. არც მე მინდა. თქვენ მიირთვით. საიდან ვიცით რომ მის გოგო რაღაცას არ იგონებს? შეიძლება ეჭვიანობს და კვატყუებს. ცდილობ თავი დაირწმუნო რომ უნდა ნაშაულო ხარ. რას ვცდილობ ქალბატონო ნადიდე? მართალი ხარ იმ გოგოს არაფერი დაეჯერება. მაგრამ საკუთარი თავისთვის. გი გითხავს შაჰრაზადმა ეს ფული სად იშოვა? ერთ ღამეში. ხომ გვითხრა ვის ესხეო? შენს დაიჯერე არა? შენ არ დაიჯერე? ვაღიაროთ რომ ამამბის დაჯერება ორივეს გვაწყობდა ბატონო ბურხან. არ გვიკითხავს. შვილო, ერთ ღამეში ამდენი ფული სად იშოვეო? შეგვეშინდა. იმის შეგვეშინდა რომ მე არ შევრცხვენილიყავით. მართალი ხარ.
მართალი. მაგრამ იმ ქალმა საიდან გაიგო? არ ვიცი. მაგრამ ფაქტია, რომ რაღაც გაიგო. შენ ახლა იმაზე ფიქრე შაჰრაზადს როგორ ვუთხრათ. რატომ უნდა უთხრათ? ახლა მშვიდად ცხოვრობს. უნდა გავანერვიულოთ? კარგი, ნუ ვეტყვით. მაგრამ იმ ქალმა ედამ ყველას რომ უთხრას და ბატონი ონურის ყურამდე მივიდეს შაჰრაზადს ოჯახი ხომ დაინგრევა. გინდა ეს? რას ვიზამთ მერე? კარგი, თქვათ ვუთხარით. შაჰრაზადი რას იცამს ამას რომ გაიგებს? არ ვიცი ბატონო ბურხან, არ ვიცი. მაგრამ რაც იმ გველმა ედამ თქვა შაჰრაზადმა უნდა იცოდეს. კარგი, მაგრამ როგორ ვუთხრათ? ვუთხრათ არა, შენ უნდა უთხრა. შენ ჩაიდინე ეს ცოდვა. ამიტომ წახვალ და ყველაფერს შენვე ეტყვი შაჰრაზადს. ედას ხელი ურევია. ეჭვიც არ მეპარება. ბენუსთან ის და არ ეკინებდა. კარგი, მაგრამ თქვენ გარა უნდა ის შაჰრაზადს გადაეგიდა. წესი ჩვენ უნდა გვერჩოდეს. შენ ყოველთვის კარგად ექცეოდი. ონურ გთხოვ ამ თემაზე აღარ ვილაპარაკოთ. არ გამოვა. დავრეგმირი მოვიდა. ერთ ესკალი გააგდე აქედან. კარგი, ახლა მოვაგვარებ. დაინახე. დავინახე. ნერვებს მიშლეს. ნუ მიაქცე ყურადღებას, თითქოს ვერ ხედავ. მომისმინა. რისი მიღწევა გინდა? ქერემ, რა დავაშავე? ქერემ, როგორ ბედავ ჩემს სულთან დარეკვას? ვინ დარეკა მე? მე მეუბნებით? ქერემ არ გინდა. იცი რასაც გეუბნები, იცოდე მეორე დარეკვა აღარ გაბედო. მე არავისთვის დამირეკავს. ქერემ, ღმერთო ჩემო. რა საშიში ქალია. აქამდე რატომ ვერ მიხვდეთ? მე მარტინს დავლევ. მეც იგივე სწავლებ. ორი მარტინი. გასასვლელს გაჩვენებთ, გამომყევით. ვერ გავიგე? ეს დახურული კლუბია. წევრებისთვისაა განკუთვნილი. თქვენ წევრები არ ხართ. რა სისულელეს ამბობ, ორი მარტინი მომიტანე. ახლავე დატოვეთ აკაურობა. რა ხდება? არ ვაპირებ წასვლას, რომ გამაგდოთ, მაინც არ წავალ. მიდით, ქალბატონები ავტოსადგომამდე მიაცილეთ. ესენი აქ აღარ დავინახო. კარგი. არსად არ წავალ. თხოვთ. ედა ადეკი. არ წავალ? წამოდი, პრობლემები არ გჭირდება. რა პრობლემები თავი დამანებეთ? ჩუმად, ხელი გამიშვი. ბინიაფის მეპატრონეები არიან, ხვდები ვის უპირისპირდები. ამათ ვერ მოერევი. წამოდი. გამარჯობა. 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 ცემრა არ არის? არა, რა ხდება? გავათავისუფლე. იცოდე არაფერი მითხრა ონურ. რა მოხდა? ბავშვებს ყურადღებას არ აქცევდა. დაიძინა? ო. გინდა შენს დაიძინა. კარგი, წავალ, დავწევი. ამ დროს ვინ უნდა იყოს? ალო? სახლის წინ ვდგავარ. ვინ ხარ? ედა.
რას აკეთებ ჩემი სახლის წინ? შენთან დალაპარაკება მინდა. იმედი არ გსურს რომ სკანდალი მოვაწყო. შენი ცოლისთვის მე არ დამირეკავს. რას აკეთებ? ასე რატომ მეკცევი? ხომ დაგპირდი რომ ყველაფერი ჩვენ შორის დარჩებოდა, ჩემი რატომ არ გჯერა? მომისვინე და ერთხელ უკვე შევსდი, მაგრამ მეორე შეცდომის დაშვებას აღარ ვაპირებ. თავი დამანებე და ჩემი ცხოვრებიდან სამუდამოდ გაქრე. გასაგებია? ქერემ, ასე ნუ მეკცევი. ყველაფერი ჩვენ შორის დარჩება. კარგი სამსახურიდან დამეთხოვე, მაგრამ ნუ მიმატოვებ. გთხოვ, მე შემიძლია გაგაბედნიერო. თანაც ჩემი სახლიდან მელეკიც გადავიდა. ვიცი რომ უბედური ხარ. წადე აქედან, რა გინდა, რას გადამეკიდა? მე ძალიან ბევრი საიდუმლო ვიცი. თუ საჭირო გახდება ყველაფერს ვიტყვე. არავის დავინდობ. ყველას თავის ადგილს მივურჩენ. იმედია ხვდები რას ვგულისხმობ. ღმერთო, აი ეს გამაკლდა. ჩანდება. წამოდი ძრფასა. ნახე რა მშვიდი ადგილია. ძალიან მოგეწონება. ხო, ძალიან იქნებ მართლა დამშვიდე. გამარჯობა ქალბატონო ბენუ. გამარჯობა. გამარჯობა. ჩემი თეთრი ჩუსტები ხომ არ დაგჭა? არა, ჩავდე. რომელი წამოიღე? შენ რომელიც მითხარი? გთხოვთ ქალბატონო ბენუ. წამობრძანდით. მოგზანდით. გმადლობთ. ანკეტა მოამზადეთ, კარგი. ქალბატონო ბენუ, ოთახში წამობრძანდით ცოტა დაისვენეთ და მერე ვისაუბროთ. საყვარელო, ბენუ. ახლა თავისუფლად შეგიძლია მიღალატო. დროს აღარ წაგართმევთ. საით არის ჩემი ოთახი? ბენუ. მალე კარგად გახდები შენ სანახავად ყოველდღე მოვალ. კარგი? კარგი. დაიკო. საყვარელო, ჩემო ძირფასო. რამეთ დაგჭირდება მაშინვე დამირეკე, კარგი? მე ყოველდღე მოვალ. კარგი. დედამ თუ დარეკა გთხოვ არ წამოგცდეს. არ ნერვიულო. თავს მიხედე, კარგი? კარგი მელეკ. წავედი. ბენუ. წავიდეთ. მოგრძანდით. შეიძლება დაგილაპარაკოთ ბატონო ქერებ. რა თქმა უნდა. ჰოლდინგში დაგტოვა? ხო. სულ ამბობდა, დედას მემსგავსებია. მართალი ყოფილა. მელეკ. დედას ბევრჯერ დავაწვინეთ კლინიკაში შახრაზად. ძალიან ბევრჯერ.
მამე ჩვენა თუ მართლა ნაწყინია თქვენზე. არ შეიძლება რომ მიყვარს. გონია რომ ღალატობ. როგორ ფიქრობთ ამის მიზეზი აქვს? არა, არანაირად. არანაირი მიზეზი არ აქვს. გასაგებია. ბატონო ქერემ, კარგი იქნება თუ ცოტა ხანს არ შეაწუხებთ. რა? სანახავად რომ მოვიდე არ შეიძლება? ასე აჯობებს. ცოტა ხანს მოითმინეთ. უკაცრავად. ბატონო ბურჰან, ჩაის კიდევ დალევთ? არ მინდა შვილო, ისედაც დავაგვიანეთ. კარგი. წავიდეთ, ალიქებალ. დედა, მამა მიდის. წარმატებულ დღეს გისურვებთ, მამა. გმადლობ, შვილო. ნახვამდის. ნახვამდის. დედა, რა ხდება? რა უნდა მოხდეს? პირველი შემთხვევაა, რომ მამა არ გააცილეთ. ნიმეთ, სუფრას მიხედე. ისევ ჩემ გამოიჩხუბეთ. შენ გამო რატომ უნდა გვეჩხუბა? აბა რა ხდება? რაც მოხდა, შენ საქმეს მიხედე. არა ძვირფასო კრიზისის გამო არ წამოვსულ ვარ. უბრალოდ ბინიაფი აღარ მაინტერესებს. სამშენებლო კომპანიაში მუშაობა ძალიან მომბეზრდა. მშენებლობის ინჟინერი რომ ყოფილიყავი დავრჩებოდი. ხო, გაითვალისწინე. თუ რამე საინტერესო იქნება, საზღვარგარეთაც ვიმუშავებ. კარგი ძვირფასო, დროებით. თუ რამე გამოჩნდება, შეგიხმიანები. იდიოტი. მოვდივარ. გამარჯობა ედა. შეიძლება ვილაპარაკოთ. რას დალევ? დალევთ. ასე უნდა გეთქვა. კარგი ასე იყოს. რამეს ხომ არ დალევთ, ბატონო ქერემ? დიდხანს დარჩენას არ ვაპირებ. ედა, მომისმინე. უნდა დავწმუნდე, რომ შენს პირობას შეასრულებ. რა ხდება? გონიათ არ შევასრულებ? ო. გამოდმებით მირეკავ. ხომ გითხარი აღარ შემაწუხო მეთქე. აღარ დამირეკო. შენთან ურთიერთობა არ მინდა. თავს საშინლად ვიგრძნობ.
გამომიყენე და მიმატოვე. ნუ მეთამაშებია და არ გინდა ისეთი არაფერი ყოფილა. ეს შენც კარგად იცი. ჩემთვის დავიწყება არც ისე მარტივია. ჩემთვის კი მარტივია, ძალიან მარტივი. ჩემგან მაინც რა გინდა? შენთან მინდა. ხვდები ვინ ვარ არა? იცოდე მშვიდად გაფრთხილებ. მეორედ აღარ დამირეკო. აღარ დარეკო. გასაგებია? ნუ თუ ასე ადვილია. ო, ძალიან ადვილია. თუ პირობას არ შეასრულებ, სერიოზული პრობლემები შეგექმნება. ძალიან დიდი მატყუარა ხარ. არავინ აღარ გენდობა.